მსოფლიოში ოფიციალურად აღრიცხულია 12000-ზე მეტი დაავადება. თუმცა ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, რადგან ყოველწლიურად ახალი სინდრომების, გენეტიკური მუტაციებისა თუ ინფექციური დაავადებების აღმოჩენა ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვადასხვა ორგანიზაციები იყენებენ საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციას, რომელიც დაავადებებს კატეგორიებად ანაწილებს. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია ICD-11 აერთიანებს 55000-ზე მეტ კოდს, რომელიც მოიცავს დაავადებების გარდა დაზიანებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საინფორმაციო ცენტრი კი 7000-ზე მეტ იშვიათ დაავადებას აღრიცხავს. ამ დროისთვის 1400-ზე მეტი ინფექციური დაავადება არის ცნობილი და მუდმივად ჩნდება ახალი შტამები. ამასთანავე აღსანიშნია, რომ ავტოიმუნური დაავადებების 100-ზე მეტი სახეობა არსებობს და საუბედუროდ 200-მდე სხვადასხვა სახის კიბოს ტიპია ცნობილი.